ესე იგი, როგორც ჩეკმედით, მეგობრებო, ვიწყებთ არქეოლოგიურ, ესე იგი, გაყალბებულ არქეოლოგიურ საკითხებზე საუბარს, ანუ გაყალბებულ არქეოლოგიაზე ვიწყებთ საუბარს და ძალიან საინტერესო თემები იქნება. წინასწარ გეუბნებით, რომ აქ მეცნიერულ მტკიცებულებებს თქვენ ელოდებით. ამას ზოგადად, ესე ვთქვათ, ანუ როგორ ვთქვათ, სამოქალაქო პოზიციიდან უძახიან ხოლმე კონსპირაციულ თეორიებს, მაგრამ ეს არის საერთოდ, ანუ ამ სამყაროს გაგების საერთოდ სხვა მოდელი. ამიტომ საერთოდ არ ხართ ვალდებულები დაიჯეროთ, მაგრამ გამოღვიძებაში ეს ადამიანებს დაეხმარებათ და რეალობის აღქმაში. ეხლა მაგაზე ნუ ვიდავებთ ზოგისთვის რა არის რეალობა, ზოგისთვის რა. ამიტომ თუ ეს ინფორმაცია გაწუხებთ, უბრალოდ ნუ მოусმეთ და მორჩა. ეხლა საპარლამენტო სესიაზე ხო არა მაქვს გატანილი, ჩემს YouTube-ზე მაქვს, მოკლედ. ამიტომ ნუ ინერვიულებთ, მე არაფერს არ ვუმტკიცებ, მე წარმოვადგენ ინფორმაციებს, რაც ჩემს რეალობაში პირადად სიმართლეა და ვიკვლევ მე სიმართლისკენ, ანუ რეალობისკენ ვიკვლევ გზას. მაინტერესებს და მე ჩემს ესე ვთქვათ ინტერესს ვიკლავ, ანუ და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ მასალას ვაგროვებ და ბევრ მასალას ვეცნობი და ვთარგმნი და ასე შემდგომ პლუს მოგზაურობ. ამ ყველაფერს მე ბარემ გადმოგცემთ თქვენ ბარემ. ანუ მე ამას ბლოგებისთვის კი არ ვაკეთებდი, მთელი ცხოვრება ამ საკითხებზე მუშაობდი, პლუს მოგზაურობდი და ეხლა უკვე მინდა რომ გადავცე სხვასაც. პლუს აქ ეხლა რისი თქმა მინდა, აქ-იქ რამდენიმე დააკომენტარა რომ ანუ მომიწოდებე რომ მონეტიზაცია გავთიშო ხალხო და YouTube-ზე აბა რა მინდა მონეტიზაცია თუ გავთიშე რა მინდა. ვისაც გაწუხებთ, ანუ რეკლამები გათიშევ რა. ვისაც რეკლამები გაწუხებთ, არსებობს YouTube პრემიუმი. YouTube პრემიუმი ჩაწერეთ რა არის YouTube პრემიუმი ჩაწერეთ YouTube-ზე თვითონ და ამოგიგდებთ თუ რა არის ეს YouTube პრემიუმი და როგორ უნდა გათიშოთ რეკლამები. სადღაც თვეში 28 ლარი თუ 30 ლარი ღირს. ვინც უცხოეთში ხართ, 10 ლარის 10 ევროს ბაზარია რო იტყვიან რა, 10 ევრო დაგიჯდებათ. ჩემზე კი არა, თლიანად YouTube-ზე რო შეხვალთ, მუსიკების დროს, იმის დროს, გადართვის დროს, განდმორთვის დროს, ყველანაირი რეკლამა გაგეთიშებათ. ამისთვის არსებობს ეს ფუნქცია და როდესაც მე მთხოვთ რომ მონეტიზაცია გავუთიშოთ ხან იმ ვიდეოს, ხან ამ ვიდეოს, მაშინ მეც გთხოვთ, მოდი ნუ იმუშავოთ თქვენ ესე ვთქვათ ხელფასის გამო. მოდი იმუშავოთ, აი მე რო გთხოვოთ ეხლა, მოდი იმუშავე ხელფასის გარეშეო. ანუ რომელი იმუშავოთ ხელფასის გარეშე, ეგეთი თემაა, ხო? ამიტომ YouTube-ზე ხალხი იმისთვის არის რომ ფული გამოიმუშავოს მონეტიზაციიდან. თუ გაწუხებს რეკლამები, უნდა გადაიხადოთ თანხა და ანუ ფასიანი არხია რა, ადრე არ იყო ეს ფასიანი, მაგრამ უკვე გახდა ფასიანი არხი, იმიტომ რომ ძალიან კარგად დაალაგე YouTube-მა, რომ YouTube პრემიუმი შექმნა, მე მაგალითად აბაზანაში რომ ვანაობ ან რაღაცა მუსიკა მაქვს ჩართული ტელეფონზე, ძალიან მაწუხებს YouTube-ის რეკლამები. ძალიან დიდი 5 წუთიან რეკლამებს აკეთებს ხოლმე და მე სველითითებით დავდივარ რაკეტიკი დავრბივარ. თუ ძალიან შემაწუხებს, ავდგები ჩავთავე YouTube პრემიუმს. ანალოგიურად ჩართეთ YouTube პრემიუმი და მორჩეს ამაზე საუბარი უკვე. რა ქვია, ქისაჯის მონეტიზაციაზე შეკითხვებს პასუხს აღარ გავცემ, თუ გინდათ რამე დაადონატეთ თქვენნება და მაგასთან დაკავშირებით ვისაუბრე short ვიდეოში, მოკლე ვიდეოში. ეხლა ვიწყებთ გაყალბებულ ისტორიაზე საუბარს. და მზად იყავით, რომ ძალიან ბევრი რამე კი, რაც კი რამე გინახავთ ცხოვრებაში, თქვენს თვალწინ დაინგრევა თქვენივე წარმოდგენები. უნდა მოემზადეთ ამისთვის. თუ თქვენ ამას ვერ გაუძლებთ, გათიშეთ ვიდეო. პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ სრულიად შეგერყევათ ცნობიერება. ისეთი რამეებზე არის აქ, ანუ ეს არის ინფორმაცია, საერთოდ სხვა განზომილების ინფორმაცია არის. ეს ჩვეულებრივი მოქალაქის და ჩვეულებრივი ადამიანის განზომილება ეს არ არის, ეს არის სხვა განზომილების ინფორმაცია. ამიტომ იმიტომ რომ აი ძალიან შეარყევს თქვენს ესე ვთქვათ, აი საძირკვლებს რა, ცოდნის ამბავში. ამიტომ მოემზადეთ სერიოზულ თემებს ვეხებით. პლუს ამ ყველაფერთან მე მუზეუმებთან წამოვალ, პლუს მასალებმა გადაღებული. ამის შემდგომ დავდებ მე ვანის მუზეუმში რო ვიყავ, იქ ვიდეო არ გადამეღებინეს და რო შესვლის წინ რო გადავიღე და მე რო გადავიღე ვანის არქეოლოგიურ გათხრების ადგილს გაჩვენებთ, ვიდეო გადაღებული მაქვს. შუალედში გაჩვენებთ რამდენიმე ექსპონატი განვიხილოთ, აგერ ფოტოები მაქვს, ფოტოების გადაღება შეიძლება მუზეუმში, ვიდეოს გადაღება აკრძალულია, დავიცავი მათი წესი, ფოტოები შეგიძლიათ გადაიღოთო, გადავიღებ ფოტოები გადაღებული მაქვს, ლეპტოპზე შეგახედებთ და დაგათვალიერებთ ამ არტეფაქტებს რა, ანუ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი არქეოლოგიური გათხრების დროს, ესე იგი რა არტეფაქტები აღმოჩნდა და მოკლედ რა ისინია ექსპონატები წარმოდგენილი ამ მუზეუმში, ყველაფერს გაჩვენებთ. ასევე ერთი ვიდეო იქნება
კიდევ კარგი გადავიღე შარშან გადავიღე ათენში ერთ-ერთ მეტროს ერთ-ერთ სადგურში, რომელიც ესე იგი მეტროს მიწის სიღრმეშია საკმაოდ მეტროს სადგურშია ქვევით ვითომ აღმოაჩინეს ესე იგი იმ სიღრმეზე ვითომ აღმოაჩინეს რა ქვია მაგას არქეოლოგიური რაღაც ესეთი რა კუთხეა რა მოკლედ იმას თარგმნით იქ ნაწერები რაც არის იმას და მოკლედ ეგეც ხელოვნურად არის გაკეთებული რა თქმა უნდა ამ მიმართულებაში და ამ დასაკრავ სიაში შემდგომი წლების განმავლობაში ძალიან ბევრ არქეოლოგიურ გათხრებს მოვინახულებთ მე მოვინახულებ ასევე მუზეუმებს დაგათვალიერებინებთ და მე ჩემი რაკურსით დაგანახებთ ამ ყველაფერს არქეოლოგია როგორ არის გაყალბებული პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ მე ამიხდა ოცნება ანუ წარმოუდგენელ მწვერვალებს მივაღწია განათლების სფეროში ეს არის ნამდვილი რეალური განათლება მესმის ვიღაცისთვის ეს სისულელეა მესთვის ვიღაცისთვის მე გიჟად გამოვიყურებ მაგრამ მე ეგ არ მაინტერესებს მე ვქმნი ჩემს რეალობაში ნამდვილ სურათს რაც არის სამყაროს სწორი და რეალური მოწყობა რა და არა გაყალბებული მეცნიერებები მოკლედ დავიწყოთ საერთოდ არქეოლოგიური გათხრები მოგონებულია როგორც ისტორიული მოვლენების დამამტკიცებელი იარაღი იმისათვის რომ ჩვენ გვქონდეს უტყუარი საბუთი იმის შესახებ რაც კაცობრიობის წარსულში მოხდა ყველა ეპოქის ყველა ექსპონატი მიწის სიღრმეში ნახევარი ან 1 მეტრის სიღრმეზე იმყოფება და ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასე ხდება. რა თქმა უნდა, ფრჩხილებში რო ვთქვათ ესე ვთქვა, რა თქმა უნდა არის ძალიან მცირე და იშვიათი გამონაკლისებიც. არსობრივად შეიძლება ითქვას, რომ თუ კი ადამიანი მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, მაშინ არქეოლოგები 2-3 მეტრის სიღრმეზე რატომ არ თხრიან? აქ კი გამოდის ისე რომ ბრინჯაოს ხანაც მიწის სიღრმეში ნახევარ მეტრზეა განთავსებული და ალექსანდრე მაკედონელიც ნახევარ მეტრზე განისვენებს მთელი თავისი ეპოქით და ეს ყველაფერი ხომ ისევ არქეოლოგიას ეწინააღმდეგება. ანუ ასეთ დროს ანუ ეს უნდა გაიგოთ რომ ალექსანდრე მაკედონელიც ნახევარ მეტრზეა განთავსებული ეს ირონიული მაგალითია მოყვანილი თორე ალექსანდრე მაკედონელი საერთოდ არც არსებობდა და ალექსანდრე მაკედონელის კი არა მე-17 საუკუნის საფლავები არა გვაქვს ჩვენ რა ის ალექსანდრე მაკედონელი საერთოდ რატომ ხდება ექსპონატის ჩაღრმავება რატომ არის ჩვენს რეალობაში ასე რომ მე მაგალითად ქალაქ გარეთ აგარაკზე არ შემიძლია ჩემს ეზოში ამოვთხარო რაიმე ტიპის რეალური სამარხიან ექსპონატი მიწის ქვეშ რამდენიც არ უნდა ვთხარო მაინც ერთგვაროვანი თიხის ფენა მიდის მილიონობით ადამიანი ქალაქებში მუდამ რაღაცას თხრიან ხიდებს სახლებს მილების გასაყვანად ორმოებს თხრიან და ნახევარ მეტრზე ხდება მიწის ამოღება და არანაირი საბრძოლო ჩაფხუტების, არანაირი ექსპონატებისა და მუმიების პოვნას არ აქვს ადგილი. აქ ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ დროს მოვა მეცნიერი და გეტყვის, მეცნიერი და ეგრევე იცის თუ სად უნდა ამოთხაროს. ზუსტად იცის სად იწვება მუმია. იტყვის არქეოლოგებო, აბა აქ ამოთხარეთო და მაინც იქ ხდება ზუსტად მსგავსი აღმოჩენების გაკეთება. ისევე როგორც ფარაონ ტუტანხამონის ხელშეუხებელი სარკოფაგის გახსნა და აღმოჩენა თითქოს და შემთხვევით მოხდა და შემთხვევით გადაურჩა მძარცველებს საუკუნეების განმავლობაში. რადგან თითქოს და სარკოფაგის თავზე ტბა იდგა და ამის გამო მძარცველებს ცდომა არ ჰქონდათ ტბის ფსკერზე განთავსებულ ტუტანხამონის სარკოფაგთან, რომელიც არც კი იცოდნენ რომ იქ იყო. გირჩევთ Discovery-ს ამ გადაცემას უყუროთ, სადაც არქეოლოგიის გაყალბების უტყუარი ნიშნები სახეზეა. ტუტანხამონიც, მისი მუმიაც და მთელი სარკოფაგის მოხატულობა ისევ იმ მეცნიერების ნამუშევარია, რომლებმაც ვითომს და უძველეს ფარაონს მიაგნეს. ეს დამთხოვა ფიზიკურად ვერ იქნება. ამ არქეოლოგიურ გათხრებში უამრავჯერ შევხვდებით ძველ საბრძოლო მეტალისა და ქვის ისრის თავებს და იმდენია თითქოს და კონვეიერულ ფაბრიკულმა სისტემამ გამოუშვაო. საინტერესო კი ის არის, რომ ამ ქვის პირისგან დამზადებული ისრებით ნამდვილად ვერავის ვერ მოკლავ. ამით ვერც ადამიანის და ვერც მით უმეტეს რომ ცხოველის წყავს ვერ გაჭრით. მაგრამ იგი ძალიან აკურატულად და ლამაზადაა გაკეთებული. საერთოდ როგორც არის ხოლმე მოწყობილი მთელი ეს ვითომს და დიდგვაროვნების სამარხები და ამ სამარხის გარშემოა თავმოყრილი მთელი თითქოს და იმდროინდელი ეპოქის ადამიანის ძვირფასი სამკაულები, საბრძოლო აღჭურვილობა, ყოველდღიური თიხის ჭურჭელი და ამ ჭურჭელში მოთავსებული სხვადასხვა ტიპის მარცვლეულობა, თაფლი ან საკვების
ნარჩენები. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არქეოლოგიური გათხრების ექსპონატები სპეციალური შეკვეთებით მზადდება. მერე მიაქვთ და ხდება მათი გარკვეულ ლოკაციებზე წინასწარ ჩამარხვა და რამდენიმე წლის შემდეგ არქეოლოგების ჯგუფებს აგზავნიან. ხდება გარკვეული პროექტების დაფინანსება. მოუნიშნავენ კონკრეტულ ლოკაციებს, სადაც წინასწარ არის ჩამარხული ექსპონატები და არქეოლოგიის სტუდენტებს გონიათ, რომ აღმოჩენას მიაგნეს. უცნობია, ვინ ახდენს ამ ექსპონატების მიწაში სპეციალურად დაფლასა და არქეოლოგიის გაყალბებას, მაგრამ ფაქტია, რომ ამას მსოფლიო მმართველობის დამქაშები აკეთებენ. მე პირადად 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იქამდე, სადამ ჩვენი ავტობანის მშენებლობა დაიწყებოდა, ქართლში გრაკლიანის გორაზე ამჟამად ნაპოვნი სენსაციური არტეფაქტებისა და მთელი იმ ლოკაციის ხელოვნურად მოწყობა მოხდა, რადგან ავტობანის ეს პროექტი მსოფლიო მმართველობისთვის წინასწარ ცნობილი იყო, მით უმეტეს, რომ მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და რა ლოკაციებს გაივლიდა საავტომობილო ტრასა და წინასწარვე მოხდა, წინასწარ იცოდნენ რა ლოკაციებს გაივლიდა საავტომობილო ტრასა და წინასწარვე მოხდა გრაკლიანის გორის საარქეოლოგიო ბაზის მოწყობა, სადაც არტეფაქტების სიმრავლის გამო ამჟამად უკვე იქ მუზეუმიც კი აშენდა. როდესაც ამ გზას გავდიოდი ხოლმე, ჩემში ყოველთვის ეჭვს იწვევდა ამ მცირე ფერდობზე რამდენიმე 1000-წლიანი სიძველის არტეფაქტების აღმოჩენა, რაც სრულიად არალოგიკური და აბსურდულია ოფიციალური ისტორიის მიხედვითაც კი აღარაფერს ვამბობ გაყალბებულ ისტორიაზე. სხვა შემთხვევებში კი რა თქმა უნდა გამონაკლისებიც მომხდარა და ექსპრომტად 1000 უცნაური რამ აღმოუჩენიათ ხოლმე ადამიანებს. თუნდაც ჭის გათხრის დროს საკუთარ კარმი დამოში, მაგრამ ეს ძალიან იშვიათობაა და შეიძლება ისინიც მონეტების მსგავსად მიმოპნეული იქნა. ჩემთვის პირადად ასევე ძალიან დიდ ეჭვს ბადებს ხვამლის მთის თავზე ნაპოვნი ძველ ბერძნული და ძველ ეგვიპტური სამკაულების აღმოჩენა და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულების ფიქციასთან გვაქვს საქმე. თავიდან სანამ გაყალბებული არქეოლოგიის შესახებ რაიმეს გავიგებდი, ხვამლის მთისა და ვანის გათხრების დოკუმენტური ფილმების ყურების დროს სრული ქაოსი მომდიოდა თავში, რადგან ძველ ეგვიპტური და ძველ ბერძნული სამკაულების საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენა ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენდა. გაურკვეველი იყო, როგორ ხდებოდა ეს ნივთები 3 და 5000 კილომეტრის დაშორებიდან ჩვენთან. იმ ეპოქაში, როდესაც თითქოს და აბრეშუმის გზას აქ მოჰყავდა ევროპული და აზიური ცივილიზაციების მექარავნეები და ვაჭრები. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, რომ თავად რომის იმპერია და დიდი ბერძნული იმპერია მთელი თავისი კულტურით და ზოგადად ისტორიული ყველა იმპერია სრულიად გამოგონილი იყო. როდესაც წლების განმავლობაში ვიკვლი ეს საკითხები და ასევე მთელი საქართველო ფეხით მოვიარე და ნაწილობრივ საბერძნეთის მიწებიც მოვინახულე, ხოლო ამის შემდეგ მოვიდა ჩემს რეალობაში ინფორმაცია გაყალბებული ისტორიის შესახებ. არადა წლების განმავლობაში, როდესაც გიდის პროფესიას როგორც სტუდენტი ვეუფლებოდი და შემდგომ როგორც ლექტორი ვსტუმრობდი ხოლმე ჩვენს მუზეუმებს, ჩემთვის ერთი რამ უტყუარი იყო, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა მე-9, მე-10 და მე-12 საუკუნეებში მაშინდელ ხელოსნებს იმ ტიპის სამკაულები დაემზადებინათ, რასაც მე მუზეუმებში ვხედავდი. იმიტომ რომ ოფიციალური ისტორია თავის წყაროებში კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარების სრულიად სხვა ხაზს ანვითარებს, მაგრამ როდესაც საქმე სამკაულებზე მიდგება, მუზეუმის გიდები მომენტალურად გადაუხვევენ ხოლმე ისტორიული რაკურსიდან და ისეთი ტიპის ტექნოლოგიებზე გვესაუბრებიან, რომ თითქოს და მარველის სამყაროს ასგარდის სამეფო სასახლეებიდან მოპარული ოქროსა და ვერცხლის უნიკალურ ჭურჭელს მაშინდელი ხელოსნები სრულიად უარაფროდ ბორმანქანის გარეშეც კი საოქრო მჭერდლო სირთულეებს ართმევდნენ თავს. პირველ რიგში ეს არქეოლოგიური გათხრები კარგ მონეტიზაციას ქმნიან და კარგი ფულადი მიმოქცევის წყაროა. ამ გათხრების დროს თქვენ როგორც მეცნიერ მუშაკი აღმოაჩენთ ახალ სენსაციურ ექსპონატს. მეორე დღეს მას ქალაქის ცენტრალურ მუზეუმში დააბრძანებთ და ვალია და ტურისტებისა და ვიზიტორების დიდი ნაკადები უკვე აღარ წყდება. აი მაგალითად ამ ეტაპზე ჯანაშიას მუზეუმში შესვლა უკვე 30 ლარი ღირს და ბოლოს რომ ვიყავი საოცარი ექსპონატებით გადაჭედილი მუზეუმი თვალწარმტაც შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველებზე. გაყალბებული ისტორიისა და გაყალბებული არქეოლოგიის დახმარებით ეს დიდ შემოსავლებს ქმნის და ასევე გამოგონილი ცხოველების დახმარებითაც კი, რომლების ფიტულებიც ზოგიერთი მათგანის, არა ყველასი, მუზეუმებში შეგხვდებათ და გეტყვიან, რომ ისინი შავ წიგნში შეტანილი ცხოველები არიან, რაც გადაშენებულ ცხოველთა სახეობის
წარმომადგენლობას ნიშნავს. ამ არქეოლოგიური გათხრების ორგანიზება კაპიტალისტებისთვის დიდ ხარჯს არ წარმოადგენს. სამაგიეროდ სადმე ქარხანაში დაძველების ეფექტით დაამზადებენ საომარ ჩაფხუტებს და მათი მუზეუმში მოხვედრის შემდგომი ბედი კარგ შემოსავალს დაწერს. მუზეუმები ეს ძალიან მსხვილი ბიზნესია. საგანმანათლებლო სისტემაც მათზეა მიბმული და სკოლის მოსწავლეები ექსკურსიებზე ნორმალურად ბუნებაში არ დაყავთ, მაგრამ აი მუზეუმებში წასასვლელ დღეებს კი ნამდვილად არავინ ჩაუგდებს. გათხრები ეს გახლავთ დადასტურება იმისა, რომ მუზეუმი არის არა ფიქციაა, არამედ ინსტიტუტი, რომელიც რეალურ ისტორიას ასახავს. ამიტომაც ყოველთვის იქნება დაფინანსებული და ორგანიზებული არქეოლოგიური გათხრები. მივლენ ამოთხრიან, განალაგებენ ხელოვნურად შექმნილ არქეოლოგიურ არტეფაქტებს, მიაყრიან მიწას და 5 წლის შემდეგ იქაურობაზე ბალახი ისე იქნება გადავლილი, რომ ექსპედიციის წევრებს ნამდვილად სიძველის ეფექტის შეგრძნება დაეუფლებათ და შემდგომ ნაპოვნ ნივთებს პალეოლითის ან ნეოლითის ხანებს მიაწერენ. ეხლა წავიკითხავ ვიკიპედიიდან, ეხლა უნდა ვისაუბროთ ჩვენ რადიოკარბონული ანალიზის შესახებ, ანუ როგორ ახდენენ ძვლების დათარიღებას, რაც ტყუილია, რადიონახშირული დათარიღება. ვიკიპედიიდან წავიკითხავ ჯერ ოფიციალურ ინფორმაციას და მე გავეცნოთ ჩემს ინფორმაციას. რადიონახშირბადული დათარიღება, ნახშირბადის დათარიღება ან ნახშირბად 14-ით დათარიღება. მეთოდი ორგანული მასალის შემცველი ობიექტის ასაკის დასადგენად. ნახშირბადის რადიოაქტიული იზოტოპის გამოყენებით მეთოდი შეიმუშავეს 1940-იანი წლების ბოლოს ჩიკაგოს უნივერსიტეტში, გამოიგონა უილარდ ლიბმა, რომელმაც 1960 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო. მოქმედების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: 14C ნახშირბადი რადიოაქტიური იზოტოპი მუდმივად წარმოიქმნება ატმოსფეროში კოსმიური სხივების აირად აზოტზე ზემოქმედებით. შემდგომში ეს ნახშირბადი წარმოქმნის სხვა ნივთიერებებს, რომელიც შეიწოვება მცენარეებისა და ცხოველების მიერ. ხოლო როდესაც ისინი მოკვდებიან, ორგანიზმსა და გარემოს შორის ნახშირბადის ამ კონკრეტული იზოტოპის ცვლა წყდება, რის შედეგადაც ნახშირბადი რჩება ორგანიზმში და იწყებს რადიოაქტიურ დაშლას. როდესაც მეცნიერები აღმოაჩენენ ძველი მცენარის ნაშთს ან ცხოველის ძვალს, მათ შეუძლიათ დაადგინონ მათი დაახლოებითი ასაკი. იმის მიხედვით თუ რა რაოდენობის 14C დაიშალა მისი გარდაცვალებიდან დღემდე. ნახშირბად 14-ის ნახევარდაშლის პერიოდია, ამ დროს ატომების რაოდენობა ნახევრდება 5730 წელი. 1960-იანი წლებიდან მიმდინარეობს კვლევები თუ რა რაოდენობით იცვლებოდა დედამიწაზე ნახშირბადის ეს იზოტოპი. შესწავლა ძირითადად ხდება ორგანიზმების ნამარხებისგან, ანუ სხვადასხვა პერიოდში მცხოვრები არსებების ორგანიზმში განსხვავებული კონცენტრაციითაა 14C. დამატებითი ან C14, არ ვიცი როგორ იკითხება. დამატებითი ინფორმაცია მეცნიერებმა წიაღისეულის საწვავისგან მიიღეს, როგორიცაა ნახშირი და ნავთობი. მათზე ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის აღმომჩენი ტესტები ჩატარდა 1950-60-იან წლებში. იმის გამო, რომ ბიოლოგიური მასალის წიაღისეულ საწვავად გადაქცევას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ნახშირბად 14-ის დაშლას, ამიტომაც წიაღისეული საწვავი თითქმის არ შეიცავს ნახშირბადის ამ იზოტოპს. იზოტოპი ყოველთვის არსებობდა ატმოსფეროში, მაგრამ მისი კონცენტრაციის შემცირება იწყება მე-19 საუკუნის ბოლოდან. თუმცა მე-20 საუკუნეში გახშირებულმა ბირთვულმა ტესტირებებმა მკვეთრად გაზარდა მისი შემცველობა ატმოსფეროში, ხოლო პიკს მიაღწია დაახლოებით 1965 წლისთვის. ამ პერიოდში ორჯერ მეტს შეიცავდა ატმოსფერო, ვიდრე ეს იყო ტესტირებების დაწყებამდე. დანარჩენი მე ისტორია უკვე დიდი წერია, შეგიძლიათ ვიკიპედიაში თვითონ წაიკითხოთ, ანუ დაგუგლეთ რადიონახშირბადული დათარიღება, აი ესე დაგუგლეთ და ეხლა სანამ მე ისტორია უკვე თქვენ წაიკითხეთ რა როგორ მოხდა, ყველაფერი დეტალებში დიდი მასალაა. მაგრამ ეხლა სანამ ჩემ მასალაზე გადავალ, აი ამ შეხედეთ, აი ამ წინადადებას მივაქციოთ აქ ყურადღება იმის გამო, რომ ბიოლოგიური მასალის წიაღისეულ საწვავად გადაქცევას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ნახშირბად 14-ის დაშლას. ამიტომაც წიაღისეული საწვავი თითქმის არ შეიცავს ნახშირბადის ამ იზოტოპს. ნახეთ,
ბიოლოგიური მასალის წიაღისეულ საწვავად გადაქცევას. აი ეს მოკლედ რაღაცა სცენარეები და ნავთობი ოფიციალური ინფორმაციით როგორ არის, რომ ნავთობი წარმოიქმნება მიწაში, ნიადაგში, დაახლოებით ესე არის, დაახლოებით კი ესეა, რომ ცხოველების და აი მკვდარი სცენარეების აი ეს ბიოლოგიური მასალის წიაღისეულ საწვავად გადაქცევის პროცესია, ესე ტერმინები რო გამოვიყენო რა. ესე ვთქვათ, ეს ნარჩენები ცხოველების, ნიადაგში მკვდარი ცხოველებისა და ფოთლებისა და იმის რაღაც ნარჩენები გადაიქცევა თითქოს ნავთობად. ეს არის ოფიციალურად. სინამდვილეში ნავთობი ჩვენ და ბენზინი ცალკე, გაზი ცალკე, ნავთობი ცალკე, ყველაფერი ცალკე, წყალი ცალკე, დენი ცალკე მოგვეწოდება სხვადასხვა კონტინენტებიდან, ზოგი მიწისქვეშეთიდან, სხვა ცივილიზაციებიდან მოგვეწოდება ჩვენ. ეს ინფორმაცია არის ყალბი 100%-იანად. ჩვენ არანაირ ნავთობს არ მოვიპოვებთ, ეს თვითონ სხვა ცივილიზაციები გვამარაგებენ და ნახე, ამიტომაც წიაღისეული საწვავი თითქმის არ შეიცავს ნახშირბადის ამ იზოტოპს. მოკლედ მთლიანად ეს პროცესი არის გაყალბებული. ეხლა თვითონ ამ დათარიღებას მივადგეთ. რადიოკარბონული ანალიზი. რადიოკარბონული ანალიზი, ეხლა გავაკრიტიკოთ ეს ოფიციალური ინფორმაცია. რადიოკარბონული ანალიზით დათარიღება არ არსებობს და ეს არის შემოგდებული თემა, რომელიც მოიგონეს, როგორც მეთოდი ამა თუ იმ მატერიალის თარიღის განსაზღვრისათვის, ექსპონატების დათარიღების მიზნით. რადიოკარბონული ანალიზი ისტორიკოსების მიერ არის გამოყენებული, რათა მოხდეს გამოთვლა, თუ რომელ საუკუნეს მიეკუთვნება ესა თუ ის ძვლები, ან ესა თუ ის აგური. რა თქმა უნდა, ამ მეთოდის დადასტურება შეუძლებელია, იმიტომ რომ თუ კი მითითებულია, რომ აგურის ასაკი 2000 წელია, ჩვენ არ შეგვიძლია რომ 2000 წლით უკან გადავინაცვლოთ წარსულში და ვნახოთ, რომ არსებობდა თუ არა ზუსტად ეს აგური გასული 1000 წლეულების პერიოდში. ზოგადად თუ კი ჩვენ გავხსნით ვიკიპედიას და დავიწყებთ კითხვას თუ რა არის რადიოკარბონული ანალიზი, ნახავთ, რომ იქ რაღაცა ნახშირბადებთან იქნება დაკავშირებული, იზოტოპების დაშლასთან კიდევ. განსაცვიფრებელია, რომ თვითონ მეთოდი ძალიან რთულად არის აღწერილი. ორი აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული გაგება. ნახშირბადი ერთგვარი რაღაცა ნივთიერებაა. მე მაგალითად ვიცი რა არის ნახშირორჟანგი, მაგრამ ნახშირბადი რა არის შეუძლია ვინმე მახსნას? ნახშირბადი საერთოდ არ არსებობს. მეორე სიტყვა გამოგონებულია რადიო. ეს არის მანძილზე სიგნალის გადასაცემის საშუალება. ჩვენ ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს, მაგრამ ჰაერში თქვენ ვერასოდეს ვერ გაარკვევთ თუ ნახშირორჟანგის რომელი ნაწილია ძველი და რომელი კიდევ ახალი, რომელი ამოისუნთქეთ თქვენ დღეს და რომელი კიდევ გუშინ. განსაკუთრებით ნახშირორჟანგი ჰაერში შეერევა და ზოგადად მისი ჰაერის საერთო მასისგან ცალკე გამოყოფა შეუძლებელია. აი ნახშირბადი კი, რომელიც ძვლებში ან აგურში იმყოფება, ან რომელიმე ძველდანაშია, ის საერთოდ საკუთარ თავს არანაირად არ ასახელებს. მას არ აქვს ფერი, არ აქვს სუნი და არანაირი ნიშანი არ აქვს. მე პრინციპულად ვერ ვიგებ თუ რადიოს დახმარებით როგორ შეიძლება გამოარკვიო და გააანალიზო უხილავი რა არანაირი ნიშნის მომცემი ნივთიერება. რა უნდა გაკეთდეს პირდაპირ? რადიომიმღები უნდა დავდგათ ამ აგურთან ან ძველდანასთან ახლოს, თუ რადიო უნდა ჩავხტოთ? რომელი ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ და რა მივუშვიროთ აგურს წინ, რომ გავიგოთ რომელი საუკუნისაა ეს აგური, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ გარკვეული ნეიტრონებისა და პროტონების ბომბარდირება ხდება. სად არის თვითონ ეს ბომბდამშენი? საშუალო ადამიანს აქვს მოსაზრება, რომ თუ კი რომელიმე პროცესს ძალიან რთულად აღწერენ, მაშინ ვიღაც მასზე ბევრად ჭკვიანი ხალხია გარკვეული და მისთვის უკეთესი იქნება, რომ ამაში ცხვირი არ ჩაყოს. მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი უბრალოდ ფეიკია. ადამიანები, რომლებიც მეცნიერებით არიან დაკავებულები, უბრალოდ ამ ანალიზის ჯერათ, რომ შეიძლება მოათავსო აგური, დაბომბო რომელიღაცა პროტონებითა და ნეიტრონებით, იქ გარკვეული იზოტოპი გამოიყოფა და ამით შესაძლებელი იქნება, რომ დადგინდეს აგური ან ძვლების ასაკი. პრაქტიკაში კი ამისი გაკეთება შეუძლებელია. თუ კი თქვენ რაღაცა სურათით მიხვალთ ამ ანალიზის ავტორებს, თხოვთ დაადგინონ თუ რეალურად როდისაა ეს ნახატი დახატული, მაშინ ამის გამო თქვენ ძალიან დიდ თანხას გამოგართმევენ. შემდეგ ის, ვინც ნახატის თარიღის განსაზღვრას დააპირებს, გაიქცევა ისტორიკოსთან და კითხავს გამოგონილი ისტორიის ფარგლებში
თუ რომელ საუკუნეებში შეიძლება ამ ტიპის ნახატი დახატულიყო და ნახატის მფლობელთან დაბრუნდება და ეტყვის რომ ეტყვის ამ კონკრეტულ საუკუნეს მათ ასეთ დროს ნებისმიერი თარიღის თქმა შეუძლიათ, რადგან სასამართლოში ამის გამო არავინ უჩივლებს, რადგან ყველაზე მთავარი რადიოკარბონული ანალიზი ამ მეცნიერის ხელშია და ეს გამოგონილი ანალიზი ოფიციალურ მტკიცებულებას წარმოადგენს, რაც სინამდვილეში ფიქციაა.